ყველას ვერ დაგვიჭერენ. როგორ მუშაობს კანონი? ეს არის საკითხი, რომელზეც დღეს მსურს გესაუბროთ და ერთგვარად გავაღვიძოთ ის დავიწყებული ცოდნა, რომელიც რა თქმა უნდა, ოდესღაც არსებობდა და დღეს სამწუხაროდ ამას ვერ წავაწყდებით ვერც უმაღლეს საგამოძიებო დაწესებულებებში და ვერც სხვა საგამოძიებო სივრცეებში. და საკითხი არის შემდგომი, ბუნებრივია, თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ კანონზე, როგორც ჰეტერონომიურ წესრიგზე, ანუ წესრიგზე, რომელიც ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა სხვა ადამიანებს, ანუ საზოგადოების სხვა წევრებს დაუდგინა, განვიხილოთ თუ როგორ უნდა შესრულდეს კანონი. კანონის შესრულება რამდენიმე გარემოებაზე არის დამოკიდებული. არსებობს კანონის მოქმედების ორი ძირითადი პრინციპი, ეს არის დარწმუნების და იძულების მექანიზმები. დარწმუნების მექანიზმი არის უპირატესი და უპირველესი და ფიზიკურად შეუძლებელია იძულების მექანიზმით მოხდეს დარწმუნების მექანიზმის ჩანაცვლება. პირველ რიგში ეს არის კანონის ადრესატის ნება შეასრულოს და აღასრულოს სხვის მიერ დადგენილი ქცევის ზოგადი წესი. თუ კი ადრესატები და ადრესატების აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ ვარს იტყვის კანონის აღსრულებაზე, არანაირი აღსრულების მექანიზმი არ ეყოფა ამ კანონის მოქმედებას. თუ კი კანონი ვერ დაარწმუნებს მის ადრესატს, რომ კანონი უნდა აღსრულდეს, არც ერთი ძალა, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს, არ ეყოფა მას აღსასრულებლად. ეს არის გამოხატული ძალიან მარტივი ფრაზით სახალხო ენაზე, რა თქვა მე, ყველას ვერ დაგვიჭერენ. იგულისხმება მოცემულობა, როდესაც კანონი არის დრაკონული და ამ კანონს არ ვემორჩილებით და ამის საპირისპიროდ ვამბობთ, რომ ყველას ვერ დაგვიჭერენ. მადლობა, გისურვებთ სამართლებრივ სახელმწიფოს.